ლოცავ ყველას მე სულიერ ძალას გისურვებთ, მე სულიერ იმუნიტეტს გისურვებთ, მე შეძლებას გისურვებთ იმისა, რომ აღასრულოთ ქრისტეს ცნებები. ეს სოფელი ძალიან მძიმე მოთხოვნებს გვიხელებს, ეს სოფელი, ეს ჩვენი ცხოვრების, მიწიერი ცხოვრების მოთხოვნები ძალიან მძიმეა და ძალიან დამთრუნველია ეს რუტინა, ამიტომ თან ამას მისდიოდა, თან სულიერ პრინციპებს და სულიერ აღქმებს შენი ცხოვრება დაუბრუნდება, რომ ძალიან დიდ შრომას მოიწვევს. შეიძლება ადამიანი გავარდეს. ამას სოფლის სტანდარტები, ამას სოფლის საზრუნავი, ამ ქვეყანას რამდენი რამე ჭირდება ხორცს, ასე ვთქვათ, სხეულებრივ მატერიალურ ცხოვრებას და აქეთ კიდევ სულიერი მცნებები და სულიერი პრინციპები დაიცვა და აღასრულა. ვინც აარჩევს სულიერში მოიგებს, სულიერში დათესავს, სულიერში მოიგებს და აღმოცენდება მასში სულიერი სიკეთეები. ვინც მთელ თავის ცხოვრებას, ამ მიწიერი ცხოვრების მოუწყობელ მოწყობას მოანდომებს, სულთლიან მთელ ენერგიას გამოფიტავს და გაატანს 4 სტიქიას მოიწვიან მეტაფიზიკურად. აი გაატანს და გამოიფიტება სულ და არაფერი არ რჩება ბოლოს ადამიანის ხელში. ამიტომ სულიერი ნუზრუნავთ, ყოველ ასე შემდეგ ნუზრუნავთ, ამა პროპორციულად მიუდექით. ამას სოფლის საერთოდ ვიძახით, ასე კი არა? ჩემთანაც უცნობი ყველაზე პროპორციულად მიუდგეთ, ანუ შესაბამისი პროპორციული საზრუნავი, პროპორციული ფსიქიური ენერგია, შესაბამისი ძალის ხმევა დავახარჯოთ ამ მატერიალურს, გასაგებია ითხოვს ეს მატერიალურს თავისას და სხეულში ვართ ახლა ადამიანები, მაგრამ პირველი მთავარი რაც არის ღვთაებრივს მივსდიო და ღვთაებრივს დაუთმოთ დრო, ძალის ხმევა, ენერგია, შრომა, ის არ დაიგერგება, აუცილებლად მოვა. მეტი გამოვამზრუნოთ სიკეთე, მეტი ღვთის ნების მიყოლა ადვილი არ არის, ძალიან დიდი შრომა ღვთის ნების მიყოლა. როდესაც ადამიანი ღვთის ნებას მიყვება, ღვთის ნება ამსგავსებს მადლით უფალს, ქრისტეს ამსგავსებს, ღვთის ნება ძალა. როდესაც ღვთის ნებას მიყვები, ეს უპირო ძალა კი არ არის. ღვთის ნება ღმერთისაგან გამოსული ღვთაებრივი ხელთუქმნელი ენერგია, რომელიც თავის თავს ამსგავსებს ადამიანს, მადლით ღმერთს ამსგავსებს ღვთის ნება. ამიტომ ადამიანის მისი ხატება არის რა მასში, მსგავსი ხდება ღვთისა. მაგრამ ვინც უარყოფს ღვთის ნებას და ვინც ცდილობს რომ დაუსხლტეს ღვთის ნებას და თავის ნებას მიყვეს და თავისი ნებით იყოს, ის თავის თავს უარყოფს, თავის დანიშნულებას უარყოფს, თავის კონცეფციას უარყოფს ქრისტიანობის, რაც ჩადებული ადამიანში, რაც ჩადო ღმერთმა, რომ ის ღვთაებრივი კონცეფცია, ღვთაებრივი მადლი მიემსგავსოს ღმერთს და განახორციელოს. აი ამას უარყოფს მასში. ვინც ნებით მიყვება ღვთის ნებას, მიყავს ღვთის ნებას და მადლობა უნდა შეცინოს და უხარობდეს და მისცემს მას ხილულ თუ ხილავ, რაც საჭიროა პური ჩვენი არსობისაში და ასე შემდეგ, დაგეგმილ თუ დაუგეგმავ, მოსალოდნელ თუ მოულოდნელ სიხარულებს. მაგრამ ვინც არ მიყვება და უჯიუტდება და ძალით მიათრებს ღვთის ნება, აი მას ეკუთვნის დანუშემიყვანებს ჩვენგან სასწნელს და არამედ მისცემს ჩვენ ბოროტისაგან. იმას შეიძლება ღვთაებრივი პედაგოგიური განსასწრებელი მოევლინოს, რაც ჯამში მისთვის არასასიამოვნო პედაგოგიკა იქნება და მე მიიტყვის რომ რატო იყო და რისთვის იყო. რისთვის იყო ის უფრო გაიფიქროს, ვიდრე რატომ იყო. რისთვის იყო ესა თუ ის რა, რატომ კი, გასაგებია საჭირო, მაგრამ რისთვის რა რისთვის მოევლინა ესა თუ ის განსასწრებელი. მაგრამ ჩვენ მოსულობთ დანუშემიყვანებს ჩვენ განსასწრებელსა, არამედ მიხსენებთ ჩვენ ბოროტისაგან. რა თქმა უნდა ჩვენ ვერ მივდოთ თუ რამე უარყოფითია, თუ რამე გვეშლება ჩვენი ცხოვრების წესი ისეთი არ არის, რომ სულ მადლში ვიყოთ და სულ ყველაფერი ესე თქვა აწყობილი იყოს ეს საათივით, ესე სად არის? ჩვენ ვცხოვრობთ, მოკლავი ადამიანები ვართ, ხორცში ვართ, ცოდებს ვიდენთ, ნანობთ, არაქამას სასულიერო პირია საერო, ყველა ადამიანი ბუნება, ყველას ერთი გვაქვს, არაფერი არ არის ეს, ადამიანის ბუნება, ყველა მოძღვარეთ, იგივე ადამიანები, უბრალოდ ერთი ბუნება გვაქვს, ერთნაირად ხშია, ერთნაირად ხივა, ერთნაირად განმისტით, თუ მეტნაკლები ხო რაღაც შეფერებული მასშტაბებით, მაგრამ ბუნება ყველას ერთი გვაქვს, ხო? მაგრამ ჰიპოსტასები სხვადასხვა გვაქვს, ხო? ამიტომ მოდით გამოვხობს რა და ღირსებას გვაძლევს რა ჩვენ, რაც ზეციდან მოდის, ეს გვაძლევს ღირსებას. ამას სოფლის ვერც ფული, ვერც თანამდებობა, ვერც მოწყობა, მოუწყობელი ცხოვრებისა ვერანაირ ვერაფერს ვერ გადაუწყიტავს ადამიანს. თუ მასში ღვთის მადლი არ არის დასადგურებული, დაიბუდოს ადამიანში, უნდა ღვთის მადლობა იციხება ეს სამწარებასა რომ. ასე რომ ეს თქმა მინდა, რაც შეიძლება მეტად მოუწესრიგდეთ,
ხვალ დაუშვათ ზიარებისთვის, რომ მადლობა შევძლოთ ღმერთს. დიდარი ის არის კი არა, ვისაც ბევრია, დიდარი ის არის, ვინც იმითი რაც აქვს, რაც არის, კმაყოფილია იმით და მადლობა შეწირავს ღმერთს. ის არის დიდარი. ვინც მოწესრიგებულია ჩარჩოებში არის მეუბრებში, მორალში, ცდილობს, ახლა იდეალური არ არის, მაგრამ ცდილობს რა ვქნათ, ეცადებს ცდილობა, უკვე სათნოება, ცოტა სესტები, ცოტაში ივარგებ, ღმერთი ბევრს მოგცემს მერე. სიკეთეს ისეთი თვისება, რომელიც რაც ცოტას თუ გაქვს, მერე იმ ერთი სანთლიდან, კეთილი სანთლიდან მრავალს აანთებ. მრავალი იზრდა, გაზდის თვისება, საოცარი თვისება. პროცესს ისე ხო? როცა წაუხატა რაღაცა რამდენი რამე აინთება, ხო? სიკეთის თვისება, რომელიც ფართოვდება. თან სიკეთის ისეთი თვისება აქვს, რომ ყოველთვის სწავლობ სიკეთისაგან. სიკეთისაგან სწავლობ, რომ ყოველთვის შეიძლება სულ მცირე სიკეთისაგანაც რაღაცა ისწავლო. არ უნდა ამას რაღაცა წმინდანები აქვს ადამიანები. ნებისმიერ ადამიანში რაღაცა ისეთი სიკეთე არის, კეთილი თვისებები, იმისაგანაც ისწავლო. ესე თვისება აქვს სიკეთის. ყოველთვის მეტი მოწესრიგებულობისკენ მიგითითებს სიკეთე. და ეს წესები, ადრეს ვთქვი, რომ ღმერთმა მოგცა ჩვენ ჯვარცმულმა მოგცა ჯვარცმულის კანონები. ჯვარცმულის კანონები, ეს ის კანონები, რომელიც ყველა იმ ძველი აღთქმის კანონებზე მაღლად დგას. სხვა შორის კანონის მკრობელთა, კანონის მქონეებმა აცვეს ქრისტე, ძველი აღთქმის კანონის მქონეებმა აცვეს ქრისტე ჯვარს. ამიტომ კანონები ჯვარცმულის არის თავარი. ჯვარცმულის კანონები კი სიყვარულის კანონებია. მიიღე ეს კანონები და იცხოვრე ამ კანონები. იყავი ღმერთთან კავშირში და სულ ისე მოიქცევი და ისე შეგეხიდება, რომ მადლობა შეწირავ ღმერთს. იყავი სულ მადლობის მდგომარეობაში. თავარი შენი პრინციპი იყოს, რომ ყველაფერი აკეთო ღვთის სადიდებლად, სულის საცხოვნებლად. უცვლელი იყავი რწმენაში და განმტკიცდი, მაგრამ შეიცვალე უკეთესისკენ შენ მორალურად და სულიერ განვითარებულობაში. ისე უნდა განვითარდე, რომ შენ სულში ყველა დაეთიოს მწერის და მოყვარეს. ჯერ მოყვარით დავიწყოთ, ხო? შენ თუ მოყვარეს, შენი სული ისე უნდა განვითარდეს და იმ ხელა უნდა იყოს, რომ იქ ყველასთვის მოიძებნებოდეს ადგილი. პირველ რიგში დავიწყოთ ოჯახის წევრებით, მერე დავიწყოთ უფრო გავაფართოვოთ, მრევლი, მერე ასე შემდეგ, ასნობენ მეზობლები, შემდეგ მერე მთელი კაცობრიობის სიყვარული თუ დავიწყებ ჯერ. მოდი, ჯერ დავიწყოთ ისაც აგერ უყურებ, აგერ აქ. ეს შევიყვაროთ, ერთმანეთი აგერ ისაც ხედავთ, რაღაცა ვაჩუქობ, რაღაცა გავაკეთოთ. რაღაც ისიკეთე გავუხდოთ, კეთილი თვისებები გამოაცხადოთ, გავუღიმოთ, ვაჩუქოთ, რაღაცა გაახარე, უცხარისიკეთე და რა არის ხო, ეს ასიანური რა გამოხდამაში არის ცუდი ხო? და რაღაცით გაახარე, ხო? ამით დაიწყე. მერე მოიძებნება ადგილი, ვინც კმაყოფილო არის, შეიძლება ტერიტორია ყოველთვის კეთილი განწყობილი არ არის, იქნება ისიც მოიქცეს შენი შემხედვარი კეთილი განწყობილად რომ მოიქცევი. შენ რო გავუღიმო, შენ რო წარგახსნე ზრახვა შენი კეთილი რო იქნება, შუბლი გახსნილი რო იქნება, თუ ეხლა ესე შეუყვება რაღაცა შენს აგრესიულ სახეს დაიჭერს და აგრესიული იქნება. რას მოიტანს ეს არაფერს? საპასუხოდ აგრესიულსა და არაკეთილ განწყობას. არ გვინდა, ჩვენ უნდა წერი მოყვარეთ ვაქციო, მოყვარეთ თქი არა, თუ შევა თუ გასულ მომენტებში ესეთი კაცი იყო, რომ წერს მოყვარეთ აქცევდა და მოყვარეს ტრატო, მოყვარეთ ტრადაქცია რა გამოდის, ხო, მაშინ გამოდის რა, პირიქით გამოდის რა. წერი მოყვარეთ აქციო, მოუქცეველი მოაქციო. ზურგზე მოკიდება სხვა შორის არავის არ არის საჭირო ახლა ეს თემაც გამახსენე. არც შვილის, არც ის ძმის, ზურგზე არავის მოკიდება არ არის საჭირო. შენი არე კუნალო განიკუნდი შენი ძამიო, შენი არე წინ ზახსნილი გაქვს, მიუთითე გადახარე, მოუწოდე, შეუწყვე ხელი გაუწოდე, დაეხმარე, მაგრამ ზურგზე მოიკიდე და შენ თვითონ გვის მიდიხარ და ორივე გადავარდეთ სადღაც ეს არ არის დათვრის სამსახური. აი ეს მინდოდა კიდევ ბევრი რამის შეიძლება აქ, მაგრამ ყველაფერს უნდა დაიწყოს ხო ერთი კაბინეტი და ამიტომ მინდა რომ ოროთი კეთილი გახდეს, ცუდი კარგი გახდეს, კარგი უკეთესი და სიკეთე მინდა ესოთ. სიკეთე ყოველთვის დიდი ინტერვალით მუშაობს. ხოროტებას მცირე ინტერვალია. გონია რომ ეფექტურია, მაგრამ მცირე ინტერვალზე ცოტა ხანი მუშაობს. მაგრამ ილუზიაა ეს მისი სიკეთე, მისი გამარჯვებისა. გამარჯვება სიკეთის არის. ხოროტებაზე ყოველთვის სიკეთე იმარჯვებს. შეიძლება ცოტა ხანი ილუზია შეგექმნას ხოროტების გამარჯვებისა, მაგრამ ეს ჩვენს არასწორ აღქმაზე და შეზღუდულ ცნობიერების შეზღუდულ მონაცემებზეა დამოკიდებული. ჩვენ მთელ ისტორიას, მთელ წიგნს, მთელ განგებულებას, სრულ ფორმატს ვერ ჭრებთ. ამიტომ გონია რომ აი, გაიმარჯვა ბოლოდეო. ცოტა თავში გაიხდე, ცოტა მერე ნახავ რამ გაიმარჯვა მერე.
ღვთისნება მოქმედებს და როგორც საჭიროა ამ ბრძოლაში ყოველთვის სიკეთე გაიმარჯვებს და ასე შემდეგ ესეც იცოდეთ. და მინდა რომ ეს გისურვოთ. მერტმა დაგვესვათ საუკეთესო რაც არის ყველაფერი საუკეთესო კარგები ხარ უკეთესები გახდით კიდევ საუკეთესოები წარჩინებულები უფრო უკეთესები ყველა სიკეთე უსურვეთ გადასახდით ჯვარი გააზავეთ სიკეთეში როგორც რაღაცა გააზავო რაღაცას თბილი და შაქარი გააზავე თბილ წყალში ხო გავშო ყველამ გასინჯოს ეს ყველამ ეს თქვენი კეთილი განწყობა გასინჯოს როგორც ზღვის ხალხსა ყველამ ერთი გემო ხო მარილიანია ყველა ასევე თქვენი სიკეთეს ერთი გემოსი იყოს თქვენი სიკეთეს ყველას ერთი გემოსი იყოს როგორც ყოველზე ვერ გაიგებს თბილია თუ ჟავია თუ მარილიანია წყალი ისე ვერ გაიგებს უცხო და უცნობი ადამიანი ამიტომ თქვენ ცოცხალი და გზნობია და ყველაფერს გაიგებ და გზნობ უფრო მეტსაც იგზნობთ კიდევ რა ზნოგაო უფრო მეტი გზნობიერობა თქვენი კონტროლირებადი გზნობიერობა უფრო მეტი შემეცნების უნარ-ჩვევებს მოგცემთ და გზას ისედაც ხსნილს კიდევ უფრო გახსნის და კიდევ უფრო მეტად ცნობიერს და ფართოს გახდის ამ ვიწრო და მაცხოვრებელ გზას რომელზეც სიარულსაც წარმატებით გისურვებთ მადლობს Иисус Христос, Иисус Христос, ყოველთა წანა ამინ